ვინ როგორ კითხულობს ეუთო ოდირის დასკვნას, სანამ ოპოზიცია გამოქვეყნებულ დოკუმენტს ისტორიაში ყველაზე ნეგატიურ დასკვნას უწოდებს და ხელახალი არჩევნების დანიშვნის დამატებით საფუძვლებზე საუბრობს, ხელისუფლება შეფასებით კმაყოფილია და ყურადღებას დოკუმენტის იმ ნაწილზე ამახვილებს, სადაც აღნიშნულია, რომ არჩევნები კონკურენტული იყო. ეუთო ოდირმა, რა თქმა უნდა, გამოთქვა შენიშვნები, რომელსაც ყოველთვის გამოთქვამს ხოლმე და არა მხოლოდ საქართველოში. ამაზე უფრო მძიმე შენიშვნებიც გვინახავს, მაგრამ თვითონ კონტექსტი რაც იქიდან გამომდინარეობს არის ის, რომ ადმინისტრაცია მოქმედებდა საარჩევნო ძალიან კარგად. დარღვევები იყო, მაგრამ ეს დარღვევები არ აჭარბებდა იმას, რომელმაც შეიძლება ძალიან უარყოფითი შედეგი გამოიწვიოს და რაც მთავარია, ისინი მზად არიან მომავალში გააგრძელონ საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობა, რომ უკეთესი საარჩევნო პირობები შეიქმნას როგორც საკანონმდებლო დონეზე, ისე ადმინისტრების ნაწილში სამომავლოდ არჩევნების დროს.